გროთავს პირდაპირ ეთერში საღამოშვიდობისა ბატონო გიორგი. გამარჯობა ნათი. პირველ რიგში ნახეთ თუ არა თქვენის კადრები, რომელიც გავრცელდა და როგორია თქვენი შეფასება? კი ნათი, რა თქმა უნდა, კადრები ვნახეთ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ზუსტად ამ კადრებს უყურებ, თუმცა ახლა რა თქმა უნდა თქვენს ეთერში ხელმეორედ მომიწია ამის ყურება, რა თქმა უნდა. როგორია თქვენი შეფასება ამ კადრების? პირველ შეფასებას გულისხმობ, რაც მოყვა ვიდეო მასალის ნახვას. ნათი, პირველ რიგში რა თქმა უნდა მე ვეცდები, რომ არ ავღელდე და ვთქვათ ადეკვატური შეფასება მივცე ამ ფაქტს, რაც ძალიან ადვილი არ არის, ალბათ დამეთანხმები ხა ამის მნახველი, გინდა სახალხო დამცველი იყოს და გინდა რიგითი მოქალაქე, ალბათ ძალიან რთულია, რომ მასში რაიმე აღელვება არ გამოიწვევს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გზანის დაწესებულებიდან ვთქვათ არაერთხელ მიგვიღია ინფორმაცია სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ დამამცირებელ არაადამიანურ მოპყრობაზე, ამ კადრებმა ჩემ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ვერ მოგატყო მსგავსი რამ მაინც და მაინც მე დღეს ვეკითხებოდი ყველა ჩემ თანამშრომელს, ვთქვათ თუ ქსმენიათ აი ამ სიგარეტის და ცოცხლის შესახებ და მათაც განმიცხადეს, რომ ვთქვათ მსგავსი ისტორია მათ არ მოусმენეთ. მინდა გითხრა, რომ ეს კადრები გარდა იმისა, რომ შემზარავია, არის საფუძველი მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თითოეული იმ ადამიანის და თანამდებობის პირის, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძლება კავშირი ჰქონდეს მსგავსი ტიპის მოპყრობასთან. ამას მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. მინდა გითხრა, რომ რამდენიმე ფირი კიდევ რომელიც გავრცელდა ამ ფირის შემდეგ, ეხლა უყურებდი ერთ-ერთს, მათზე ჩანს პირი, რომელიც თვალწვდები არის ოლეგი, გვარს ვერ დავასახელებ, თუმცა ეს პირი ფიგურირებდა ჩემს ერთ-ერთ ბოლო ანგარიში, სადაც მე ვითხოვდი ამ პირის მოქმედებით დაინტერესება, სადაც იგი ნახსენები იყო როგორც პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობით გამორჩეული თანამშრომელი. მე ვერ გეტყვით, რომ ვთქვათ ყველა თანამშრომელი ამოვიცანით, რომელიც სხვადასხვა პირებზეა ასახული, თუმცა მათი დიდი ნაწილი ჩემი თანამშრომლებისთვის წარმოადგენს იმ პირებს, რომლებიც ჩვენ ვიცით, ვთქვათ, ვინ არიან თანამდებობრივად და ასევე მათი დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის მერვე დაწესებულების თანამშრომელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში ჩემი აზრით გავრცელებული კადრები გახდებოდა როგორც მინიმუმ მინისტრის გადადგომის საფუძველი თანამდებობიდან და არაერთი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, მე ხა ძალიან მიჭირს ყველა დეტალზე ვისაუბრო, ძალიან მარტივად შეიძლება ადამიანმა ნახოს, ვთქვათ, ის თუ რას ამბობდა სახალხო დამცველი ამ დაწესებულებას და რას მოუწოდებდა შესაბამის ორგანოებს ბოლო 2 წელიწადია, შეგიძლიათ ძალიან მარტივად არქივში გექნებათ, ვთქვათ, ან მარტივად ჩვენი ვებგვერდიდან მიიღოთ ეს ინფორმაცია. აქამდე რომ მივედით, ეს არის იმ დაუსჯელობის დამსახურება, რომელზეც მე არაერთხელ მისაუბრია. დიახ, მასალაზე ჩანან სხვა ადამიანების და თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მოგაწვით ამ კადრებს მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ მათი სახეები დავფარეთ. თქვენ დიდი ხანია აყენებთ სასჯელ აღსრულების და აპრობაციის მინისტრის ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობისაკის, თუმცა როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მასზე მოდის პასუხისმგებლობა ამ ფაქტებზე და მხოლოდ საპატიმროს თანამშრომლებზე, თუ აქ პასუხისმგებლობა უკვე სხვა მაღალი რანგის ჩინოვნიკებზეც მოდის? ალო არ გესმით ჩემ ბატონო გიორგი, გესმით ჩემი? კი ნათია, თუ შეიძლება რომ გამიმეორო შეკითხვა, უბრალოდ მე ვლაპარაკობდი და აყენებთ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ მასზე მოდის პასუხისმგებლობის საკითხი? არა ნათია, რა თქმა უნდა, მასზე არ არის აქ მხოლოდ საუბარი, აქ არის საუბარი მთელ რიგ თანამდებობის პირებზე. განსაკუთრებით გამოვყოფდი სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს ამ შემთხვევაში და მთელი რიგი საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობას მთელ რიგ ჩემ რეკომენდაციებზე ბოლო პერიოდის განმავლობაში. თქვენ გქონდათ თუ არა ინფორმაცია ასეთი სახის წამებების შესახებ? მე უკვე გულისხმობ გაუპატიურების ფაქტებს, არაადამიანურ მოპყრობას, სწორედ ისეთ ფაქტებს, რომელიც ჩვენ დღეს ვნახეთ ეთერში. ნათია, მე ჩვენი ასე ვთქვათ ჩართვის დასაწყისში აღნიშნე, რომ რამდენიმე კადრმა მინდა გითხრა, რომ ჩემს ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა სისასტიკემ და მინდა გითხრა, რომ მსგავსი ინფორმაცია, ვთქვათ, ნაწილი ქმედებების არის ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი. რა თქმა უნდა, იქ რამდენიმე ფირი ახლა მე მიჭირს ძალიან ამ ფირებს კონკრეტული სახელები დავარქვა, ვთქვათ, არის ერთი ფირი, სადაც საკარანტინე ნაწილში ნაჩვენებია პატიმრების მიღების პროცედურა, იცით ალბათ რომელ ფირზე ვსაუბრობ. დიახ. ბატონო გიორგი, და ბოლო კითხვა. ქმედება აღწერილია ჩემს არაერთ ანგარიში, თუმცა რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფირს, სადაც დაფიქსირებულია
ასე ვთქვათ, სექსუალური ძალადობის ფაქტები, ცოცხითა და სიგარეტით, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის ნამდვილად სიახლე, იმიტომ რომ მსგავსი ინფორმაცია ასე დადასტურებულად არასდროს არ მიგვიღია ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ პატიმართან მქონია კონფიდენციალური საუბარი უფლებადარღვევებში. და ბოლოს რას აპირებთ ხვალ, როგორი იქნება თქვენი მოქმედებები ამ ვიდეო მასალის შემდეგ? ნათია, მე მგონი ყველაფერი თავისთავად ცხადია, დეტალურად კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩვენ ყველაფერი გავიაროთ, რა თქმა უნდა დღეს რაც დრო ქონდა ჩემს თანამშრომლებს და მეც მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობისა ყველაფერი დეტალურად იქნა შესწავლილი. მე პირადად კონტროლზე ავიყვან ჩემი მხრიდან გამოძიების პროცესს და ჩემი მხრიდან რაც კი შესაძლებელია პირველ რიგში გაკეთდება ის რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი უფლების დარღვევები. დღესაც ჩემი წარმომადგენლები იმყოფებიან ყდანის დაწესებულებაში, ჩვენ გვთხოვეს ბატონი თამაზაშვილის მონახულება, ჩემი წარმომადგენლები შევლენ მასთან და ნახავთ რეალურად რაიმე სახის ზეწოლას ხო არ ქონია მასზე ადგილი, იყო მედიიდან თხოვნა ჩვენი მისამართით. გარდა ამისა, გამოძიების მთელ პროცესს მივაქცევთ ყურადღებას და სახალხო დამცველს, რა თქმა უნდა, მოგვიანებით საშუალება მიეცემა შეაფასოს, რამდენად ადეკვატური იყო გატარებული ქმედებები თითოეული ამ მძიმე უფლებადარღვევის ფაქტზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ დღეს რაიმე ზეწოლა განხორციელდეს მასზე? ნათია, ხა მე ძალიან გამიჭირდება რამე ან დაუშვან გამოვრცოთ, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, რომ არანაირ ზეწოლას მასზე ადგილი არ ექნება. იქიდან გამომდინარე მით უმეტეს, რომ ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი დღეს თითოეული ამ გავრცელებული ჩანაწერის მიმართ და იმედს ვიტოვებ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, წერტილი დაესვას მსგავსი ტიპის უფლებადარღვევებს, არა მარტო გლდანში, არამედ ზოგადად სისტემაში. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ქუთაისის ნომერ 2 დაწესებულებას. მე არ მაქვს საუბარი ამ თუთა სხვა დაწესებულებებზე. ქუთაისი რატომ ახსენეთ? ნათია, არ ვიცი, მე დარწმუნებულია, რომ მეცხრე არხით და სხვა მედია საშუალებები ჩემს განცხადებებს ყურადღებას ადევნებენ. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემი ერთი კვირის წინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარი იყო პატიმართა უფლებების დარღვევაზე სწორედ ამ დაწესებულებაში. კონკრეტულად ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ ბარემ თქვათ, იმიტომ რომ მაყურებელს შევახსენოთ რა ფაქტებზეა საუბარი და ამით დავასრულოთ. საუბარი იყო ჯგუფურ დასჯაზე, ბოქსში ჩაყვანაზე, პატიმრების და ასევე სხვადასხვა ტიპის ღირსების შემლახავ მოპყრობაზე, სადაც ასევე დასახელებული იყო არაერთი კონკრეტული დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობდა ამ უფლებადარღვევებში. დიდი მადლობა, ეს იყო სახალხო დამცველის შეფასებები დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალაზე. გიორგი ტუღუში ტელეფონით გვესაუბრებოდა.